მოხდა ის, რაც აშშ-სა და ირანს შორის 5 თვიანი ომის განმავლობაში ჯერ არ მომხდარა. ორი პატარა არაბული მონარქია სპარსეთის ყურეში, ქუეითი და ბაჰრეინი, პირველად თავად დაესხნენ ირანს. ისინი ფარულად, საბრძოლო თვითმფრინავებით ირანში სამხედრო ობიექტებს დაარტყნენ და ეს არის ამ ომის მნიშვნელოვანი შემოbrunება. ამ დრომდე ეს ორივე ქვეყანა მხოლოდ მსხვერპლებები იყვნენ. მათ მუდმივად ესროდნენ, ხოლო ისინი დუმდნენ. ეხლა მათ გადაკვეთეს ზღვარი და ირანს საპასუხო დარტყმა მიაყენეს. და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ამ თავდასხმის კულისებს მიღმა დგანან არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებმაც მიაწოდეს სადაზვერვო ინფორმაცია და უზრუნველყვეს საჰაერო საფარი. ესე იგი, საქმე ეხება უკვე არა ცალკე ქვეყანას, არამედ ირანის წინააღმდეგ აღმოცენებულ არაბულ მონარქიათა კოალიციას. კიდევ ერთხელ, ბაჰრეინმა და ქუეითმა ცაში აიყვანეს თავიანთი ავიაცია და პივდაპირ დარტყმა მიაყენეს. დარტყმა ირანზე, ხოლო ემირატები ამ ოპერაციას კურირებდნენ დაზვერვისა და საჰაერო საფრის საშუალებით. ამავე დროს ესავე ქვეყნები ეხლა გამალებით ცვლიან მთელი რეგიონის ენერგეტიკულ რუკას. აშენებენ მილსადენებს ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით, რათა როგორმე თავი დააღწიონ ირანის დარტყმას. მოკლედ, მოდით ამ გამოშვებაში ერთად დეტალურად განვიხილოთ ორივე პროცესი, რადგან ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ვიმსჯელოთ, რამდენად ფართოვდება ირანის წინააღმდეგ ომი. მაშ, დავიწყებ მართლაც ისტორიული იერიშით ირანზე. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ივლისის დასაწყისში ბაჰრეინისა და ქუეითის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლები ღამით ფარულად აფრინდნენ ცაში და ირანის ტერიტორიაზე ავიაიერიშების სერია მიიტანეს. ორივე ქვეყნისთვის ეს იყო ისტორიაში პირველი პირდაპირი სამხედრო საპასუხო დარტყმა თეირანზე. რა იყო სამიზნეები? გაზეთის წყაროების ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა უპილოტო აპარატებისა და რაკეტების საცავებზე, ასევე სხვა სამხედრო ობიექტებზე. ანუ დაარტყეს სწორედ იმაზე, რითაც ირანი თავად უტევს მათ, დრონებისა და რაკეტების არსენალებზე. აღნიშნავ, რომ როგორც ქუეითი, ისე ბაჰრეინი ამჟამად ყველაზე მეტად იტანჯებიან ირანის დარტყმებისგან, რადგან მათ ტერიტორიაზე განთავსებულია აშშ-ს სამხედრო ბაზები. მაგრამ ამ საიდუმლო ოპერაციის თავარი დეტალი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების როლი. არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებმაც ომის საწყის ეტაპზე უკვე განახორციელეს მრავალი დარტყმა ირანზე, ამჯერად მიაწოდეს სამიზნეების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია და უზრუნველყვეს დარტყმის ჯგუფის საჰაერო მხარდაჭერა. ანუ საამიროები იყვნენ ორგანიზატორები და სამიზნეების მიმთითებლები, ხოლო ქუეითი და ბაჰრეინი ამ ოპერაციის შემსრულებლები. აი რას ამბობს Wall Street Journal-ი ამ ფაქტის მნიშვნელობაზე. ის რომ ერთ ოპერაციაში ერთდროულად სამმა ქვეყანამ, ბაჰრეინმა, ქუეითმა და გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა ითანამშრომლეს, მიუთითებს ახლად წარმოქმნილ არაბული სახელმწიფოების კოალიციაზე ირანის წინააღმდეგ. ადრე თითოეული თავისით იცავდა თავს, ახლა კი ისინი იწყებენ ერთობლივ მოქმედებას და ეს მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. საინტერესოა, რომ ბაჰრეინისა და ქუეითის მთავრობები ოფიციალურად არც ადასტურებენ ამ დარტყმებს და არც უარყოფენ. რატომ რეაგირებენ ამაზე სპარსეთის ყურის ეს სამი ქვეყანა? მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ გადადგეს სპარსეთის ყურის ამ სამმა ქვეყანამ ასეთი ნაბიჯი. რატომ არა მაგალითად საუდის არაბეთი? ვფიქრობ, სპარსეთის ყურის ქვეყნები იწყებენ გააზრებას, რომ ეს ომი კიდევ გარკვეული დრო გაგრძელდება. ეს საბოლოოდ ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ირანს პირდაპირ დაუპირისპირდნენ და უბრალოდ მოცდა აღარ გამოვა. და ის სწორედ ამაშია ჩემი აზრით მთელი არსი. Wall Street Journal-ი წერს. თვეს დასაწყისში განხორციელებულმა დარტყმებმა აჩვენა, რომ არაბული სახელმწიფოები სულ უფრო მძაფრად გრძნობენ თავს ჩათხეულად გახანგრძლივებულ კონფლიქტში. 5 თვის განმავლობაში ეს მონარქიები იმედოვნებდნენ, რომ გვერდზე დარჩებოდნენ და უბრალოდ ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების ადგილად დარჩებოდნენ. მაგრამ ირანი რეგულარულად ურტყამდა მათ, სწორედ იმიტომ, რომ მათ ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ერთ მომენტში მოთმენა შეუძლებელი გახდა. გაგახსენებთ კონტექსტს, რომ გასაგები იყოს რისთვისაც ისინი შურს იძიებდნენ. აი ბაჰრეინი, ქუეითი, ემირატები. ბოლო მოვლენებიდან 19-20 ივლისს ქუეითში ირანის დაბომბვის გამო ხანძარი გაჩნდა ელექტროსადგურზე და წყლის გამტკნარების სადგურზე. 20 ივლისს ირანმა დარტყმები მიაყენა ამერიკულ ობიექტებს ბაჰრეინში და ქუეითში. ამის შემდეგ ირანი ფაქტობრივად ყოველ ღამე უტევს ამ ქვეყნებს. ემირატებშიც იყო დარტყმები, დუბაიში მოძრაობა შეჩერდა, აეროპორტსაც დაარტყეს და ასე შემდეგ. ირანი თვეების განმავლობაში ამ ქვეყნებს სამიზნედ აქცევდა.
და ბოლოს მათაც უპასუხეს. თეირანის რეაქცია პროგნოზირებადია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ თეირანი ზეწოლას არ დაემორჩილება და, ციტატა, გააგრძელებს მოქმედებას ირანის ხალხის მიზნებისა და მოთხოვნების მიღწევამდე. და ხაზგასმით აღნიშნა: ჩვენ დროებით ცეცხლის შეწყვეტას არ მივირებთ. ხატამ ალამბიის შტაბის სარდალმა კი დაემუქრა, რომ ახლა ეს ქვეყნები, ციტატა, უსაფრთხოდ აღარ იქნებიან. მაგრამ ეს კი სასაცილოდაც კი ჟრერს. მოусმინეთ, ირანი ახლა ქუვეითს ემუქრება და ბარეინს, რომ ისინი უსაფრთხოდ აღარ იქნებიან. იმ დროს, როცა ირანი უკვე 5 თვეა სწორედ მათ ბომბავს თითქმის ყოველ ღამე. იცით, ეს ერთ ეპიზოდს მახსენებს რუსეთ-უკრაინის ომიდან. გახსოვთ, ომის სრულმასშტაბიანი დაწყებისას როგორ აცხადებდნენ რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი და მისი გარემოცვა, რომ ეს ხომ რუსეთია, ჯერ კიდევ სრულ ძალაზე ბრძოლაც კი არ დაუწყია. ვლადიმირ პუტინი ამბობდა: ეს ჩვენ ჯერ კიდევ არც კი დაგვიწყია. მაგრამ, როგორც კი დავიწყებთ, ცოტად არ მოგეჩვენებათ. და რუსები ამ ფრაზით დიდხანს იწონებდნენ თავს. იმეორებდნენ: ეს ჩვენ ჯერ კიდევ არც კი დაგვიწყია. და ეხლა რუსეთში მასობრივად იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. იწვის Wildberries-ის საწყობები. ყირიმი დარჩა უშუქოდ, ბენზინის გარეშე და ფაქტობრივად იზოლირებულია. უკრაინულმა დრონებმა პარალიზებული გახადეს რუსეთის პორტებს შავ ზღვაში. უკრაინული უპილოტოები უკვე ურალსიქით მიფრინავენ და ურტყამენ გემებს კასპიისკში. და რა გამოდის? რუსეთმა ჯერ კიდევ არ დაიწყო ნამდვილი ომი? თუ ეს ცოტა სხვა რამეა. და სწორედ ეს განცხადება ხათამ ალ-ალმბიას, სარდლობის ბარეინსა და ქუვეითზე ძალიან გავსამას. ისინი ამბობენ: აი ეხლა ხა, გაბედეთ და დაგვარტყით. ეხლა უსაფრთხოდ აღარ იქნებით, მაგრამ 5 თვეა, რაც თქვენ მათ ბომბავდით. და ამ ყველაფრის ფონზე ისრაელში აშშ-ს საელჩომ კვლავ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და შეინარჩუნონ სიფხიზლე. და იყვნენ მზად შესაძლო რეისების გაუქმებისთვის, საერო სივრცის დახურვისთვის და სხვა შეფერხებებისთვის. ეხლა ამ გამოშვების მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი. რადგან არაბული ქვეყნები არა მხოლოდ საპასუხო დარტყმების მიღენებას დაიწყეს, არამედ ამ ომთან ადაპტირდებიან. და ამას ყველაზე კარგად აღწერა თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის ყოფილი კოორდინატორი ბრეტ მაკგურკი ანალიტიკურ სვეტში CNN-ისთვის. ანუ ადამიანი, რომელიც 4 ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა. ბუშის, ობამას, ტრამპის და ბაიდენის ადმინისტრაციებში. მოდით დეტალურად განვიხილოთ მისი ტექსტი, რადგან ის ხსნის, საით მიდის ახლა მთელი რეგიონი. მთავარი აზრი მაკგურკის შემდეგია. ირანმა ჰორმუზის სრუტე იარაღად გადააქცია. ახლა კი მისი მეზობლები მუშაობენ იმაზე, რომ საერთოდ გვერდი აუარონ ამ სრუტეს. არა იმისთვის, რომ იბრძოლონ მისთვის, არამედ რომ უთხრან: წაიღე, შენი იყოს, ჩვენ სხვა საქმეს მივხედავთ. თელ ახლო აღმოსავლეთში მთავრობები და ენერგეტიკული კომპანიები აჩქარებენ მილსადენების, პორტებისა და სატრანსპორტო კორიდორების მშენებლობას. ისე არის დაპროექტებული, რომ ნავთობი, გაზი და საქონელი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით გადაიტანონ და არა მის გავლით. მოდით განვიხილოთ კონკრეტული პროექტები, რომლებსაც მაკგურკი ასახელებს. ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები. ემირატებს უკვე აქვთ პორტი და მილსადენი ცოტა სამხრეთით ჰორმუზის სრუტისგან, რომელიც ახლა აწვდის მსოფლიო ბაზრებზე. იქ დღეში ოდნავ ნაკლებია 2 მილიონ ბარელზე. ემირატებმა გამოაცხადეს მასშტაბური გაფართოების პროგრამა და ისინი გეგმავენ ამ სიმძლავრის გაორმაგებას უკვე 2027 წლის ბოლოსთვის. მიიყვანონ 3.6 მილიონ ბარელამდე დღეში. შემდეგ ერაყი და სირია. გასულ კვირას ერაყის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მოინახულა თეთრი სახლი და გამოაცხადა ათეულობით მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციების შესახებ ამერიკული ნავთობ კომპანიებისგან სირიის კოორდინაციით. მიზანია აღდგეს უმოქმედო მილსადენები და აშენდეს ახალი, რათა ექსპორტირდეს ერაყის და ქუვეითის ნავთობი. სხვათა შორის ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა ხმელთაშუა ზღვამდე შეადგენს 2-დან 3 მილიონ ბარელს დღეში. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ერაყისა და სირიის საკითხებში ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ ამ პროექტების მიზანია არმუზის სრუტე, ციტირებ, 2030 წლისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო გახდეს. შემდეგი ერაყი და იორდანია. ერაყის მთავრობას აჩქარებს იორდანიის მიმართულებით ნავთობსადენის მშენებლობის გეგმებს. ის დააკავშირებს ბასრას და ჰადითას ერაყის დასავლეთში. ხოლო განშტოება იორდანიის პორტ აკაბამდე მივა. ეს საშუალებას მისცემს ნავთობის ექსპორტს წითელი ზღვის გავლით მსოფლიო ბაზრებზე. იქ დღეში 1-დან 2.5 მილიონ ბარელამდე ნავთობია.
ეს პროექტი დიდი ხანია განიხილება, მაგრამ სწორედ ამ თვეში იორდანიამ და ერაკმა განაცხადეს მისი განვითარების დაჩქარების შესახებ. პირდაპირ ასე თქვეს. ეს პასუხია ჰორმუზის სრუტეში კრიზისზე. და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. საუდის არაბეთი ახალ განიხილავს ჩრდილოეთ მარშრუტს მიწოდებისთვის იგივე აკაბაში, ან უფრო ჩრდილოეთით, თურქეთის გავლით ხმელთაშუა ზღვამდე. და აქ მაგურკი ატარებს ისტორიულ პარალელს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა ამბიციური მილსადენი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ხმელთაშუა ზღვამდე. ეს არის ცნობილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი. ასე რომ მან კასპიის ნავთობი რუსეთზე გვერდისავლით გაიყვანა, ახლა კი არაბული ქვეყნები ზუსტად იგივეს აკეთებენ, მაგრამ უკვე ირანზე გვერდისავლით. ეხლა მნიშვნელოვანი ინვესტიციები იხარჯება არსებული შემოვლითი მარშრუტების გაფართოებასა და ახლების მშენებლობაზე. ეს პროექტები შეამცირებს ირანის გავლენის ბერკეტებს და გაზრდის გლობალური მიწოდების მდგრადობას. და სწორედ ამიტომ ყურადღება ირანი ახლა ცდილობს ახალი წესი დაამკვიდროს. ჰორმუზის სრუტის მძევლად დაჭერის ღირებულება დროთა განმავლობაში მცირდება. სწორედ ამიტომ ირანი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ტარიფის გემების გავლის გადასახადის ამოღება. იმისთვის, რომ ამაზე ფული მოასწროს, რადგან ძალიან მალე ამაზე ფულის შონა ვეღარ გამოვა. და როგორც ამბობს მაგურკი, ეს არის მთელი ომის გასაღები. სანამ ჰორმუზის სრუტე ნავთობის გატანის ერთადერთი გზაა სპარსეთის ყურედან, ირანი მთელ მსოფლიოს ხელში უჭერს ხელს. მაგრამ როგორც კი შემოვლითი მილსადენები ამუშავდება, მისი მთავარი კოზირი მნიშვნელობას დაკარგავს. ამიტომ თეირანი ჩქარობს. მას სურს მაქსიმუმი მიიღოს სრუტის ბლოკადისგან, სანამ შემოვლითი გზები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. თუმცა ამ სიტუაციაში არსებობს გონივრული შენიშვნაც. მილსადენები პანაცეა არ არის. ისინიც დაუცველები არიან ირანის იაფი ასიმეტრიული თავდასხმების მიმართ, მაგალითად, უპილოტო აპარატებით, ისევე როგორც ტანკერები ჰორმუზის სრუტეში. და აი Goldman Sachs-ის შეფასებით 2028 წლისთვის რეგიონის მილსადენის სიმძლავრეები შეძლებს დაფაროს სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის ექსპორტის ომამდელი მოცულობის 60%-ზე მეტი. მაგრამ ჰორმუზის სრუტის სრულად ჩანაცვლებას ისინი ვერ შეძლებენ. ეს უფრო გეოპოლიტიკური დაზღვევაა ჰორმუზის სრუტეში შეფერხებებისგან, ვებისგან, ვიდრე სრულფასოვანი ჩანაცვლება. შედეგად, ომის განმავლობაში პირველად პატარა არაბულმა მონარქიებმა, ქუეითმა და ბარეინმა თავად მიაყენეს დარტყმა ირანს, ხოლო გაერთიანებულმა არაბულმა ემირატებმა მათ დაზვერვითა და დაფარვით უზრუნოყვეს. ეს ნიშნავს, რომ ომი საბოლოოდ აღარ არის მხოლოდ აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება. ომში უკვე რეგიონული ქვეყნები ერთვებიან, იქნება თუნდაც ასეთი არაბული კოალიცია თეირანის წინააღმდეგ. 5 თვის განმავლობაში ეს ქვეყნები სამიზნე იყვნენ. ეხლა კი მონაწილეებად იქცნენ. ამავე დროს მთელი რეგიონი ახალ რეალობაზე გადაეწყობა. რადგან ირანმა ჰორმუზის სრუტე იარაღად აქცია, მეზობლები აშენებენ მილსადენებს, რომლებიც სირიაზე, იორდანიაზე, თურქეთზე გადიან და მიემართებიან როგორც ხმელთაშუა ზღვამდე, ასევე წითელ ზღვამდე. და როგორც დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, მიზანია რომ ჰორმუზის სრუტე 2030 წლისთვის უნიშნელო გახდეს. აქ წერტილს დავშალ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. ასევე გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.